აგერ ქართველებოზე და ქართველებზე შეხედეთ ხალხო ერთი აი როგორ გადაგვარდნენ ქართველები რუსთავაზე აი დღეს ვინც აი ამ ხალხს უწოდებს პროგრესულ თაობას და რუსთავაზე მყოფ ადამიანებს ვინც ამბობენ რომ ესენი არიან ჩვენ აი ყველაზე საუკეთესო ნაწილი საზოგადოების თუ ესენი საუკეთესო ნაწილი არიან საზოგადოების მართლა ეგეთი თაობა და ეგეთი ხალხი ყავდეთ თქვენ მრავლად მაშინ თქვენ ოჯახებში რუსულ რეჟიმს და არა ყველა ადამიანს რომელიც მხარს უჭერს პირდაპირ თუ ირიბად რუსულ რეჟიმს წადით რუსეთში კრახიმ დღეს თავის ელკავერანთო დღეს ძალიან ყინავს და სიცივე ჩემი არ არის მაგრამ რუსთაველი ძალიან ჩემია შენ ვერ იქნები პრეზიდენტი შენ ვერ იქნები პრეზიდენტი მგონია რომ რაღაცნაირად ეხლა იკვრება ჩვენი მისია ჩვენი ასე ვთქვათ გეშტალტი რომ საბოლოო ჯამში დაიხუროს სამუდამოდ საბჭოთა კავშირის დოგმები სისასტიკე მრისხანება უფლებების შეზღუდვა საერთოდ რუსებს ყოველთვის შურდათ ქართველების ახლა ჩვენ ვიცით ხო არ მოწონდათ ესეთი ყველაფერში რომ ესეთი პატარაერი ვარ და ყველანაირად ნიჭიერები ვართ მეცნიერებაში ნიჭიერები სიმღერაში ნიჭიერები ცეკვაში მხატვრობაში კინემატოგრაფიაში ეს გენეტიკურად კოდში გვიწერია დავხატე ღორები შუბზე 45-ით ქართული ოცნების ლოგოს გარშემო რომელიც თან 64-ის კარიბჭესაც გავს და ხო რავი ესე გამორიყურებიან ჩემთვის ქართული ოცნების ამ დროინდელი პოლიტიკოსები და რავი კონკრეტულ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს თორე ვკითხავთ რომელიაო და რავი ბიზინა ხანისეცლის ხანასაც ყველა ის და იგივე ღორია და ხო თან ცხოველების ფერმის რეფერენსით ღორები ყავს თავრობაში და გვინდა რომ შევცვალოთ აქ ყოფ ხალხს ჩემი აზრით შეუძლებელია ამაში გაგრძელდეს ცხოვრება და როდის იქნება არ ვიცი მაგრამ მაინც შეუძლებთ რომ ახალ არჩევნებს მივახციოთ ჩემი აზრით მეგობრებო, გთხოვთ რომ ამ ფეივერკებს რო ისვით, ან მიმართულება სწორი მიეცეთ, ან აღარ ისვით, იმიტომ რომ დაზიანდა ერთი ბიჭი და ეხლა მოვიყვანეთ აქ და ყური აქვს გახეთქილი, ან მოსაკედია, გადასაყვანია, როგორც გითხრეს. ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს იმედით სავსე ვარ, იმიტომ რომ ხედავ ჩემთან ატოლებს რომ გამოდიან და ხედავ როგორი გაბრაზებულები და ნაწყენები არიან იმის გამო რომ იმას რაც გვაქვს ეს თავისუფლება და ჩვენი თავის გამოხატვა რომ შეგვიძლია ის საფრთხე არის ახლა რომ აღარ შეგვეძლოს ეს და ამას დავიცავთ ყველაფერს და მე ეხლა როდესაც იმაზეა საუბარი კიდე რომ აი ხშირად ამუნათებენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და განსაკუთრებით იმ წარმატებულ ქართველებს ამუნათებენ, რომლებიც შოუ ბიზნესში არიან რუსეთში, არიან წარმოდგენილი წარმატებით მოღვაწეობენ. აი ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველი მომღერალი რუსეთში არის, რა თქმა უნდა, გრიგორი ლეფსი, ანუ გიორგი ლაფერაშვილი. ეს არის სვანი ადამიანი, რომელიც არის ნომერ პირველი მომღერალი, მეგობრებო და აი მას არ ვიცი უნიკალური ადამიანი, არ ვიცი, მე მიყვარს მისი შემოქმედება, ხშირად უსმენ მის მუსიკას და არც მალავს ეს კაცი რომ ქართველია და აი ესეთი ქართველები გვჭირდება ჩვენ. ეხლა შეიძლება ქართული კარგად არ იცის, მაგრამ მოусმინეთ ერთი. Я наполовину грузин. Почему наполовину? Я грузин. У меня мама сванка.
Отец грузин. Ну, в принципе, сваны грузины – это одна и та же каша. Как помогло это тебе в твоей карьере? Грузины все музыкальные. Да, поющий народ. Я часто на грузинских свадьбах собираюсь с друзьями, сидим, слушаем людей, не имеющие никакого музыкального образования. Просто сидят и начинают раскладывать голоса. Никто их этому не учил. Они просто где-то это слышали от дедушки, от прадедушки. Так от отца к сыну передается. Это просто генетически. Музыкальная семья есть с точки зрения сестер и братьев. И родного дяди, которого уже нет с нами. Он был барабанщиком, я тоже стал барабанщиком. Он меня учил. Он вложил в меня основы ритмической секции и так далее. Младшая сестра закончила консерваторию. Двоюродная сестра, то есть дочь родного дяди, закончила консерваторию, она профессор, академик. А можешь ли ты припомнить, какие песни вы исполняли или родители исполняли в то время, когда были застолья? Какие? Застолья? Какие? Грузинские народные пели, это я припоминаю. Частушки, матерные. Это было довольно весело, учитывая, что музыкальная часть нашей семьи была довольно интеллигентной. შეედარეთ თქვენ ყორღუებო თქვენა ამ გრიგორი ლეფს დღევანდელი ქართული ესტრადის წარმომადგენლები რომლებიც ესე სამარცხვინოთ გამოდიან და რას ბღავიან და ხშირად აი გადმოა რემიქსებენ ძველ სიმღერებს და ხშირად რაღაცა მელოდია მოგეწონება თურმე უცხოურ მუსიკას ამოიღებენ დაადებენ ქართულ ტექსტს და აი ეს კაცი არის სიამაყე ჩვენის და ჩვენ რო ვიყავ ქვეყანა ვიყოთ უნდა გამოვიყენოს ესეთი ადამიანები იგივე მაგალითად ქეთა თოფურია იგივე სოსო პავლიაშვილი რომლებიც შეიძლება იყვნენ ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულის მომტანები იმ კუთხითაც რომ მათ შეასრულონ ძალიან დიდი დიპლომატიური მისია რუსეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს თვითონ პირველი პირები უსმენენ და მეგობრობენ კიდევაც. აი ხა ვლადიმერ პუტინი ძალიან ახლოს არის სხვათა შორის აი ამ გრიგორი ლეფსთან. გესმით? და ეს გრიგორი ლეფსი დადის კიდევაც ახლა საომარი მოქმედებები რო არის ჯარში, ანუ იქ ჯარის ნაწილებში ჩადის და იქ ამხნევებს ამ ჯარისკაცებს, გესმით? ანუ პატრიოტი კაცი არის, ახლა რუსეთის მოქალაქეც არის ეს ადამიანი, ახლა არის საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ არა. და ესეთ ადამიანებს ვერ ვიყედებთ ჩვენ, გესმით? ამ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს სახელი გააქვთ. და ვიყედებთ აი ამ ბოდიში და პიდარასტებს, რომლებიც გამოდიან კონცერტებზე და ბღავიან, წივიან, კივიან ბოდიში და იმ დღეზე მე არ იმღერებ და ნუ იმღერებ, თავშიც გვაიხალე რა, თუ არ იმღერებ კიდე რა. ეხლა ვიღაცას გონია მაგალითად რომ ეხლა ვერიკო ტურაშვილი რომელმაც ერთი სიმღერა იმასქნა რა ქვია რაღაცა ხიტად აქცია ისიც რა ხიტია ღმერთმა იცის კიდე არ ვიმღერებ ნეტა სუნუ იმღერებთ რა თქვენ სიმღერას აზრი არ აქვს საერთოდ რა გამოვიდა კიდე ისა რა ქვია ერთ-ერთი მომღერალი იქ მე არ ვიმღერებ ის სოხაძე შედეტა შენ სიმღერას რა ერთოდ რა აზრი აქვს არტი მაინტერესებს რა ხო გაურკვეველი ადამიანები ისეთ ხალხი ამბობენ არ ვიმღერებო იმ დღეს ვიხუმრე კიდევაც რომ თქვი დავწერე რომ მე ამ ახალწეს კორპორატიულ საღამოებზე მეთქი არ ვიმღერებ დავწერე და მე ეხლა თქვი ვიღაცამ შეიძლება თქვას ეხლა შენი ნამღერი ვის გაუგიობდა რა თქვენი ნამღერი ხო რა სამობ გაუგიათ რა თქვენი ნამღერი რა და ვიმღერებ მეთქი ჩელიაბინსკში რა და ერთ-ერთმა სააგენტომ არ წაიღო კაცო ეს ჩემი განცხადება და თქვა დაადო პირველ ფერზე რომ ნიკოლოზ ჯავანაძე ახალწეს არ იმღერებს ესე იგი არ ვიცი სამარ თქვენზე უკეთესად სიმღერაც ვიცი და ცეკვა მართლა ვაი თქვენს პატრონს მართლა ჩემჭიას მაინც ვაყარებ და თქვენ რა იცით ერთი აი თქვენ რო გამოდიხარ და რომ მღერიხარ ტირილი მინდება ზოგჯერ რა და თუ არ იმღერებ და კიდე ერთ-ერთი რაღაცა არხი არის საფეხბურთო სეტანტა გესმის და ესო მთავრობაო რო არასრულებსო თავის დაკისრებულ ფუნქციებსო ჩვენო ამიტომ ვიფიცებითო ესე იგი ხალხი ამბობს რომ უხმოთ რო გადისხმენ ხო და ეხლა ესე იგი ხო და თავრობა არასრულებსო დავალება და ჩვენც გავიფიცოთ ეხლა თქვენ რო თქვენს დაკისრებულ ფუნქციას არასრულებთ ესე იგი ფეხბურთის მაგრამ მე მადლობას გეტყვი თქვენ მე დიდ სიამოვნებას ვღებულობ მასეთ თამაშებს რო უყურებთ თქვენ წაყვანილ თამაშებს მირჩევნია რომ აი ეს ეგეთ თამაშები და პირველი არხის თუ გაიფიცება სპორტული გადაცემა ეგ საერთოდ სასიხარულო იქნება იმიტომ რომ აი მართლა ეგენი რომ ისედაც ხო ზოგჯერ ნერვები გეშლება ამ ჩვენი ნაკრების თამაში პლუს ესენიც რომ დაემატებიან კიდე ნერვებს მოგიშლიან კიდე და მაგას ჯობია მართლა გვაყურებინოთ იმათ რა ქვია კომენტატორების გეროში თამაში იმიტომ რომ ნორმალური კომენტატორი ვერ დასვით ვერავინ რა ამიტომ გაიფიცეთ
ძალიან გთხოვთ გაი და მე ერთი ველოდები ბანკები როდის გაიფიცებიან კიდე რა რა ისე რატო არ იფიცებია არ ვიცი მაგათი ხელმძღვანელობა ხო ხალხი ოცნებობს განსაკუთრებით ეს პრობლემური სესხების განყოფილება ხო არა